გიორგი გახარიას პარტიის თითქმის ერთწლიანი პოლიტიკური ბოიკოტი მე-11 მოწვევის პარლამენტში არ შესვლასთან დაკავშირებით დასრულებულია. 20 ოქტომბრის ბრიფინგზე ოპოზიციური პარტია გახარია საქართველოსთვის ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი შარაშიძემ საზოგადოებას ამცნო, რომ ყოფილი პრემიერის პარტია პარლამენტში, რომელსაც არალეგიტიმურს ეძახდნენ, საპარლამენტო მუშაობას შეუდგება. გასულ საპარლამენტო არჩევნებში ბარიერ გადალახულ დანარჩენ სამ ოპოზიციურ პარტიასთან ერთად გამოცხადებულ ბოიკოტს კი შეცდომას უწოდებენ. სამწუხაროდ უნდა ვაღიაროთ, რომ პოლიტიკური პროტესტის ამ ფორმამ ოცნების ბოროტების მანქანა ვერ შეაჩერა და ვერ მოახდინა დე-ფაქტო ხელისუფლების მიერ ქვეყნისთვის ისეთი დამაზიანებელი გადაწყვეტილებების პრევენცია, როგორც იყო საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერება, ანტიდემოკრატიული და ადამიანის უფლებების შემლახველი კანონების მიღება, ავტოკრატიული რეჟიმის დამძიმება, ჩვენ არავის ვადანაშაულებთ გარდა საკუთარი თავისა. პარლამენტის და საკრებულოების ტრიბუნის არ გამოყენება განსაკუთრებით ამ რთულ პერიოდში არა მხოლოდ შეცდომა, არამედ დანაშაულია ქვეყნისა და ხალხის წინაშე. ამიტომ ვიწყებთ ხალხისთვის განკუთვნილი ყველა პოლიტიკური ინსტრუმენტისა და პლატფორმის ხალხის სამსახურში დაბრუნებას. ქართული ოცნების ლიდერები არ მალავენ, რომ მიესალმებიან ოპოზიციური პარტიის ამ გადაწყვეტილებას, თუმცა იქვე ამბობენ, რომ მათი შესვლით არც არაფერი მიემატება საპარლამენტო ცხოვრებას და არც არ ყოფნით აკლდა რამე. მმართველ-გუნდში აცხადებენ, რომ გიორგი გახარიამ ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც უცხოეთიდან მართული გეგმა ხელისუფლების შეცვლის შესახებ ჩავარდა და ახლა უბრალოდ მათ სხვა არჩევანი არ აქვთ. უცხოელების დავალებით ჩახსნეს მანდატები და დაიწყეს მზადება ხელისუფლების დამხობისკენ და რევოლუციისკენ, ჩაეფუშათ ეს რევოლუციაც და დარჩნენ ახლა ასე მიგდებულები გარეთ. გახარიას პარტიასაც შეეხება მათ მანდატები შეინარჩუნეს და შემოსვლას რაც შეეხება შემოსულები არიან ამ გაცემებს თუ შეწყვეტენ მათი გადასაწყვეტი. საქართველოს პარლამენტს ამით არც არაფერი მოემატება და არც არაფერი მოაკლდება მათი ყოფნით ან არ ყოფნით. თუმცა საინტერესო იქნება ვფიქრობ მათი აქ ყოფნა იმ მხრივ რომ ჩვენ პირდაპირ შეგვიძლია მოვისმინოთ უცხოეთიდან მითითებული მესიჯები. სხვა ოპოზიციური პარტიების ნაწილი გახარიას საქართველოსთვის ამ გადაწყვეტილებას აკრიტიკებს და იმასაც ამბობენ, რომ გიორგი გახარიასგან ეს მოსალოდნელიც იყო. ლელო ძლიერი საქართველო კი ნეიტრალურ პოზიციას იჭერს და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში დამეგობრებულ კოლეგა პარტიას არც აკრიტიკებს და არც იწონებს ამ გადაწყვეტილებას. ჩვენი გუნდის გადაწყვეტილება იყო თავიდანვე განსხვავებული, ჩვენ ჩავხსენთ მანდატები, დავტოვეთ საქართველოს პარლამენტი, შესაბამისად ეს საკითხი არის ამოწურული ჩვენთვის ამ მოწვევის პარლამენტთან არავითარი შეხება არ გქონია და არ გვექნება. რაც შეეხება მოქალაქეთა ინტერესების დაცვას, მე ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანი მოქალაქეთა ინტერესები იქნას დაცული და წარმოდგენილი ადგილობრივ დონეზე, მაგრამ არალეგიტიმურ პარლამენტში, რომელმაც შექმნეს ეგრეთ წოდებული საგამოძიებო კომისია, რომელიც ასამართლებს თანამედროვე საქართველოს ისტორიას და რომელიც არის არალეგიტიმურად შეკრებილი ორგანო, ჩვენ ვერ ვხედავთ ასეთ ორგანოში ყოფნის რაიმე აზრს. ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ვამბობდით რა არის გახარიას მთავარი მიზანი, შესაბამისად მათი ეს мотиваციაც გასაგებია, თუმცა ეს მე ვფიქრობ, რომ გახარიას ამომრჩევლისთვის იქნება ძალიან მკაფიო და ნათელი სიგნალი, რას წარმოადგენს გერმანიაში გაქცეული გახარია. გახარიას აქვს ქონდა უკვე მოლაპარაკებები ქართულ ოცნებასთან, რა იყო ეს შეთანხმება, საბოლოოდ რის ფასად აკეთებს ამას გახარია, ეს ძალიან ცოტა ხანში გამოჩნდება. გახარიას პარტია აღარ არსებობს. მას განაჩენი 4 ოქტომბერს გამოუტანა ხალხმა. მისი ინარჩენები თავს რას შეაფარებენ უმნიშვნელოა. დავით ბაქრაძე ჩევარდა 2020 წლის პარლამენტში და რა, ბოლოს როდის ნახეთ. პარტიას გახარია საქართველოსთვის პარლამენტში 12 საპარლამენტო მანდატი აქვს, რაც მათ ფრაქციის შექმნის საშუალებასაც აძლევთ. საკანონმდებლო ორგანოში ამჟამად მხოლოდ ერთი ქართული ოცნების ფრაქციაა. რიგ კომიტეტებში ასევე ვაკანტურია კომიტეტის თავმჯდომარის ოპოზიციონერი მოადგილის თანამდებობა. ჯერ უცნობია, რამდენად ითანამშრომლებენ ქართული ოცნების გუნდის ყოფილი წევრის პარტიის დეპუტატები მმართველ უმრავლესობასთან და როგორ გაგრძელდება პოლიტიკა კანონშემოქმედებით სივრცეში. ალეკო კვეტაძე, ევრონიუს, ჯორჯია.